10 საათი და 300-მდე ექიმის ხელმოწერა. ქართველი მედიკოსები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ ოცნების ჯანდაცვის მინისტრს შეცვალოს იშვიათი დაავადებების მართვის პოლიტიკა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მედიკამენტები შეიძინონ. ეს არის კიდევ ერთხელ მიმართვა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც არ ითვალისწინებს და ალბათ არ ესმის თუ რა ხდება, რომ ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. ადრე შემოვიტანთ, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გახანგრძლივდება, უფრო მეტად კომფორტული გახდება და პრობლემა დამოკიდებულებაშია. რა დამოკიდებულება აქვს ამ მშობლების და ამ ბავშვების მიმართ? უფრო მეტი ადამიანის ხმა გვჭირდება და ყველგან დაფიქსირება ამ პოზიციას. ვუყიდოთ ბავშვებს წამალი. განცხადებაზე ხელის მოწერა საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი სპეციალობის ექიმს შეუძლია. ხელმომწერთა სია განახლებადია და ყოველ საათში 10-ობით ხელმოწერა ემატება. მედიკოსთა განცხადებით ახლა აუცილებელია მოქმედება, რადგან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მსგავსი სწრაფად პროგრესირებადი დაავადებისთვის თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ როგორც ექიმები ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს ამ ადამიანებს, ბევრი იფიქროს, შეიქმნას ეროვნული პროტოკოლი, დაიწყოს ეროვნულ პროტოკოლზე ფიქრი, მედიკამენტები, რომლებიც უკვე აქტიურად გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში, უკვე 2023 წლიდან, ნაწილი 2024 წლიდან, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება მხოლოდ ექსპერიმენტულ მედიკამენტებად. ამიტომ ის განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ითხოვს სახელმწიფოსგან კიდევ უფრო მეტ ყურადღებას და სწორ მიდგომას ჯანდაცვის პოლიტიკას ეს ევალება და ჩვენ ვითხოვთ ამ ვალდებულებების შესრულებას. კოლეგებო, უმორჩილესად ვთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი არა მარტო ამ განცხადებაზე ხელმოწერით, არამედ იქ, სადაც ეს საჭიროა, ვინ ვისაუბროთ ამ საკითხზე და უფრო მეტი აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სწორად თქვენს იმედად არიან ეხლა დარჩენილები. მშობელთა განმარტებით ექიმების მხარდაჭერით დასტურდება, რომ ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა არის სამედიცინო აუცილებლობა და მათი მკაფიო პოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს რიგი ქმედებების შესრულებას აიძულებს. ექიმი, რომელიც დიაგნოზს სვამს, ვალდებულია დაიცვას პაციენტის უფლება დროულ მკურნალობაზე. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ეს არის ყველაზე მძიმე დაავადება და დრო ამ შემთხვევაში ძალიან ძვირფასი რესურსია ბავშვებისთვის. ჩვენ ყველა კარგად ვიცით, რომ ექიმების ცოდნა, გამოცდილება ძალიან გვჭირდება, რათა სახელმწიფომ დაინახოს, რომ ეს მოთხოვნა მხოლოდ ემოციური არ არის და ეს არის ასევე სამედიცინო აუცილებლობა. ექიმის პასუხისმგებლობა მხოლოდ დიაგნოზის დასმა აღარ არის, ამიტომ დღეს საჭიროა, რომ პროფესიულმა საზოგადოებამ დაიცვას პაციენტთა უფლება დროულ მკურნალობაზე. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მოუწოდებენ ექიმებს, განსაკუთრებით ბავშვთა ნევროლოგებს, რომ ამ ბრძოლაში მათ გვერდით დადგნენ. ექიმების საერთო განცხადებით დასტურდება, რომ დაავადების მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტები საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დაიდო განცხადება, სადაც ყველა ექიმს შეუძლია ხელი მოაწეროს. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვთხოვ ყველა ექიმს მოაწეროს ხელი ამ განცხადებას და ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი ყველას ჩემი და მშობლების სახელით, ვინც ჩვენს გვერდით დადგება. ჩვენთან აქციაზე მოდიოდნენ ექიმები და საჯაროდ ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას. მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ექიმებმა გააკეთეს საჯარო ერთობლივი განცხადება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ექიმებმა იციან თუ რა სახის დაავადებასთან გვაქვს საქმე და რა შეუძლია თანამედროვე მედიცინას. ამიტომ ექიმების სიტყვა უნდა იყოს გადამწყვეტი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ექიმებისგან კვალიფიციურ დასკვნებს, კვალიფიციურ მოსაზრებებს და ისინი მიიღებენ მონაწილეობას ყველა სამუშაო ჯგუფში და შეხვედრაში. პროტესტის 25 დღესაც ასამდე მშობელი შვილებისთვის წამლებს ითხოვს. ივანიშვილის მთავრობის კანცელარიასთან გათენებული ღამეების მიუხედავად სარჯოლაძე გადაწყვეტილების შესვლას, როგორც ჩანს, არ აპირებს. დაავადება არ იცდის. ყოველი დაკარგული წამი ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.